საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს და მე ეკა ჩხეიძე კვლავ პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ადამიანი, რომელზეც ძალიან ბევრი შეიძლება თქვა. ილაპარაკო, მოყვე მის გავლილ გზაზე. მხატვარი გია ბუღაძეა დღეს ჩემი სტუმარი. მადლობა რომ ხართ პირველი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით ჩემი სტუმარი. დაბრძანდით. დარწმუნებული ვარ, მაყურებელს წინ ძალიან საინტერესო 1 საათი ერნის და ძალიან საინტერესო ისტორიას მოგვიყვებით. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, თქვენის ნებართვით თის წყალს შემოგთავაზეთ, ეს არის 0%-იანი ბრომატით. ჯანმრთელობისთვის ნატურალური წყალი, მთის წყაროს წყალი, სუფთა წყალი და ჩვენი სრულყოფილი ცხოვრებისთვის აუცილებელი. როგორ ბრძანდებით ჯერ ერთი? პირველ რიგში. მადლობა, თავიდან ვამბობდი ხოლმე რომ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვამბობდი რომ აი ვუძლებ. ნამუშევრებს გაკეთებული ვუძლებ დავაწერე დიდი ხანით. და ამბობ რომ სტუდენტებმა მასწავლეს და ახალგაზრდებმა მოედანზე რუსთაველზე რომ მედგრად რა ვთქვა. მედგრად. ვუძლებ უკვე მოძრაობდა და ასე რომ გადავწყვიტე ახლა ვთქვა მედგრად. ვუძლებ ცოტა პესიმიზმი. ხო, რაღაც ესეთი ვუძლებ რაღაცა რომ მედგრად. ეს ბავშვებმა მასწავლეს ჩემო სტუდენტებმა, რომლის იქიკრებებიან ხოლმე და ასე რომ მედგრად. მედგრად, ძალიან კარგი. თქვენი პირველი ნამუშევარი გახსოვთ? არა, რა თქმა უნდა. რატომ? არ მახსოვს. იმიტომ რაც თავი მახსოვს, სულ ხატავდა, რა დავხატე აღარ მახსოვს პირველად. იმიტომ რომ როგორც დედა ჩემი ამბობდა, სალამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდე უკვე რაღაცები ჟღავნიდი, ასე რომ რეალურად. მართლა. ნამუშევრად იმის ჩათვლა შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ შენახული გაქვთ? არა, რა თქმა უნდა, ეგეც არა, ვინ შეინახავდა, მაგას ვინ უყურებდა. ჩემი მშობლებთან ხელოვნებასთან ურთიერთობა ნაკლები ქონდა, ექიმები იყვნენ. მამა კველის ექიმი იყო, დედა რადიოლოგი. ორივენი მუშაობდნენ მცხეთაში. ამიტომ რეალურად ისინი მთელი დღეები წასულები იყვნენ მცხეთაში და მე ბებიასთან მისდებოდი და აი სულ ჟღავნიდი რა. ერთადერთი რაც აი მახსოვს, აი ნამდვილად მახსოვს, პირველი ნამუშევარი თუ ნამუშევარი ჩაითვლებას, მამა ჩემს უყვარდა კეიპი, როგორც ექიმებს საერთოდ იმ პერიოდის. სულ კეიპი, სტუმრების სახლში რაღაცა და ნარცაგორებენ, ხედავთ ჩემს აბზადებდა რაღაცა სუფრას, ბებიაჩემთან ერთად და მახსოვს ეს მომენტი გაქვთ დაფიქსირებული? კი და მახსოვს რომ მივედი ვუთხარი მამას რომ დამიხატე მანქანა. მანქანებზე ვაფრენდი. მივიღეთ იმისა, მე მანქანა ახაც არ ამყავს, ფიქრობდი რომ მანქანა დამიხატე და მე მოუთხოვე შიგნით ჩაიხატა ადამიანები. და ვერ ჩაატყია თავები 10 და ძარას, ესე იგი. ვერ მოახვედრა რა. მაგას მივხვდი რომ ვერ მოახვედრა. ეს მახსოვს ეს შეგრძნება. და რამდენი წლის ხართ ამ დროს? აბა 5-ის. 5-6 სადა 5. ხო და ავდექი და მე თვითონ დავხატე მანქანას, რაც თავები შევეცადო ჩატეულიყო მანქანაში. პროპორციაში. პროპორციაში უფრო ჩავსვი და მაშინ მივხვდი რომ ჩემი ცოტა უკეთესი იყო ვიდრე მამაჩემის. თუმცა მამაჩემი იმდენად ჩემთვის იმდენად ავტორიტეტი იყო რომ ჩემთანაც არ გამოვტყდი რომ იმის ჯობდა. ხო, ჯობდა. ის კი არა მანქანებით რომ თამაშობდი ხოლმე, ერთს ერქვა მამაჩემის სახელი ერთ მანქანას, მეორეს ჩემი სახელი და მესამე ჩემი ბიძაშვილის ნუკრის და შეჯიბრს აწყობდე ხოლმე ეს მანქანები ხო ჩემ ხელში. იმარჯვებდა მამაჩემის მანქანა, მე ჩემი მანქანა და მე ბიძაშვილის. მაშინ უფროსებიც მიხვდებოდნენ რომ თქვენში რაღაც ხატრობის დიდი ნიჭი იყო არა? მეც რაღაცა ყოველ შემთხვევაში მე დედაჩემს ვერ წარმოედგინა რომ ესე ყოფილიყო, მაგრამ დეიდაჩემი მყავდა არაჩვეულებრივი ქალი, კეთებან ჭანტურია, რომელმაც ეს იგი რეალურად თქვა რომ ბავშვს მიხედვა უნდა. ფაქტობრივად მან გაგზარდა ჩვენ მე და ჩემი და ხო და ის მან ძალიან დიდი როლი პირდაპირ შემიძლია თქვა რომ დეიდაჩემი იყო წამყვანი და დედა იყო სასწაული, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ მუშაობდა და მე ადრეს გარდაიცვალა და აქედან გამომდინარე დეიდაჩემმა იყო ჩვენი შეფობა თუ შეიძლება ასე ითქვას, ორი რაღაცა მიყვარდა, ეს ოვანეს თამაში და ფეხბურთის თამაში. ხო და ამას ხატავდი თან. ოღონდ ხატავდი არა მთლიანად, არამედ აი ხატავდი ფეხის ნაწილი, თქვა რომ დაარტყა ბურთი, რაღაცა დაიჭირა მეკარე, თავ გიждდებოდი სერგო კოტრიკაძე იყო ასეთი მეკარე. და მოკლედ აი ხატავდი ამ ბატონ სერგოს, ხატავდი აქეთ ნახტობი, იქით ნახტობი, ხება პუტკულა ბიჭი ვიყავი და აქედან გამომდებულები კარში ვდგებოდი, იმიტომ გარეთ სირბილი ცოტა მიჭირდა, ამიტომ ეს მომწონდა და ერთ დღეს საჩუქარი გამიკეთა დედამ, ახალდაბაში ვისვენებდით, მაშინ ბორჯომის ახალდაბაში. ხო და ჩამომიტანა მამამ, შაბათობით ჩამოდიოდა მამა, დილა იყო ასეთი ჟურნალი. ხო. საბავშვო ჟურნალი და ხედავ უკან არის დახატული ფეხბურთი. ტუშით დახატული. და მე უკეთესად ხატავ მეთქი, დავიყვირე, რომ ნახე რა არის მეთქი ეს ფეხბურთი უკეთ. თურმე ჩემი ნახატი გაუგზავნია დედას ესე იგი თირაში. აი რა, ბატონო გია, დროის ამ მონაკვეთში ვინ არის გია ბუღაძე, რომელი უფროა? მხატვარი, პედაგოგი, სამოქალაქო აქტივისტი, თუ უბრალოდ პატრიოტი ადამიანი? არ შეიძლება ყველა ერთად იყოს.
ყველა ალბათ ერთ. ნუ მე საერთოდ მგონია რომ მაქვს 4 პროფესია. გამოკვეთილად 4 პროფესია, შეება 5-იც. ახლა გეტყვით რა არის? პროფესიონალი მხატვარი ვარ, პროფესიონალი პედაგოგი ვარ, პროფესიონალი მსმენელი ვარ მუსიკის და პროფესიონალი მკითხველი ვარ წიგნის. ეს გამოკვეთილი 4 პროფესია ნამდვილად მაქვს. ამას ემატება რა თქმა უნდა პედაგოგობა თავისი მთელი იმით გითხარით და ახლა მე პატრიოტი ვარ, ეს კი პროფესია რა, ეს კი გულის მდგომარეობა ხო ბუნებრივია. მე არ შემიძლია სხვანაირად. ხო ისტორიებიც მაქვს ამასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, ჩემი მცხეთაში მუშაობდა და მე სულ მცხეთასთან კონტაქტი მქონდა. როცა ბაღი აღარ იყო, საბავშვო ბაღზე ელაპარაკი, მშობლიოს რა თქმა უნდა თელეზაფხული მივყავდი ხოლმე მცხეთაში. და უნდა გითხრათ ერთ საინტერესო რაღაცა, რომ თვითონ იმ დროინდელი საავადმყოფოს ეზო, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ და სამთავროს ეზო ერთი და იგივე იყო, გაყოფილი არ იყო. წამოდით სამთავროს მონასტერი, დედათა მონასტერი და საავადმყოფოს ჩემი მშობლები მუშაობდნენ ერთი ეზო იყო. და ფაქტობრივად ხშირად მე მონაზვნებთან მტოვებდნენ, ესე იმიტომ ეს ქალები მახსოვს, ქალბატონები თეთრი სახეებით მახსოვს და ისიც კარგად მახსოვს, რომ ბალახი ბევრად მაღალი იყო ვიდრე მე ეზოში. ესე იგი, ეს შეგრძნებების დონეზე, პირდაპირ ვიზუალურ დონეზე გრძნობაა, მაგრამ ესეთი შეგრძნება მქონდა. მე ამ საავადმყოფო ზევით გადაინაცვლა და იქაც მახსოვს, იმიტომ მთელი ბავშვობა გავატარე და ეს მცხეთის აურა მიხოთ იმისა, რომ კომუნისტური პერიოდი იყო ბუნებრივია და ჩემებს არ ჰქონდათ უფლება, თქვა, აქტიურად ევლოთ ეკლესიაში და არც ყოფილი სხვა პერიოდი იყო. მე შეხება მქონდა და ვებინ მიშლიდა ხელს, ხო და ასე რომ დავბოდიალობდი პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ასე მცხეთა თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ჩემს ცხოვრებაში. ეს შეიძლება ერთი მომენტია, მაგრამ ამას ვერ ვიცნობიერდი. მე ადრე დავიწყე კითხვა მიყვარდა საერთოდ ბავშვობიდან და წავიკითხე ლევან გუთუას გვირთა ვარამი წავიკითხე. შემძრა გულწრფელად გეუბნებით. ასე რომ მე რამდენიმე წლის შემდეგ ილუსტრაციებიც მომიწია რომ გამეკეთებინა ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოებისთვის. მოკეთ იმის თქმა მინდა რომ აი ლევან გუთუა რომ წავიკითხე რაღაცა ტკივილები, აი შინაგანი ტკივილები დაგებულე, რაღაცა შევწუხდი რა. შინაგანი, აი ვიგრძენი რომ რაღაცა ჩემში აენთო. აი გულწრფელად ვამბობ ამასაც, როგორც ყველაფერს გულწრფელად ვიტყვი. ხო? და აი მაშინ ვფიქრობ, რომ გაიღვიძა განსაკუთრებულმა გრძნობამ. კითხვასთან იყო ყველაფერი, წაკითხვასთან. ესეთი ლიტერატორი იყო ძალიან საინტერესო ნევაზ ჯაფარიძე და მისი ნაწარმოები წავიკითხე, კრიტიკული ნაწარმოები ვინმე ბერმიშევის შესახებ, რომელმაც დაწერა ნაწარმი რომანი თამარ მეფესა და შოთა რუსთაველსაც. შოთა რუსთაველს აცხადებს სხვა ერის წარმომადგენლად. მოგეთ ცოტა ესეთი ის იყო ესეთი პროვოკაციული ტიპის ტექსტი იყო, რომელიც ძალიან დიდი ტირაჟით გამოიცა თურმე საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე და ბატონმა რეზომ მას მიუძღვნა ესეთი კრიტიკული წერილი, რომელიც აღმაშფოთა კიდევაც, იმიტომ რომ რეალურად აღმოჩნდა, რომ ვთქვათ იგივე ქართული ანბანი არ არის ქართველების გაკეთებული, ასე წერს ეს ადამიანი და ასე შემდეგ და ამას ხო და ეს ყველაფერი გავლენას მე ახდენდა შემდგომ თან მცხეთა და თან უკვე ხატავ, სულ ხატავ ძირითადად რა თქმა უნდა აი ბრძოლებს გითხარით ახლა ფილმებიდან ესეთი ფილმები გადიოდა ტელევიზორში ძირითადად რა თქმა უნდა ლენინზე იყო ფილმები, ან იყო ფილმები, ნუ ასე იყო ხა და ან იყო ფილმები იყო სოციალისტური ხო, ნუ იყო ერთოდებული ქართული ნეორეალიზმი შეიძლება ასე თქვა ხო ძალიან დიდი დაბეჭდება მოხდა ჩემს ცხოვრებაში მაგდანას ლურჯამ მაგრამ ვლაპარაკო ბაშიაჩუკზე რომელიც ჩემს ცხოვრებაში საერთოდ ლაით თემად გასდავდა ბაშიაჩუკი განსაკუთრებით სიმღერა მე ცოტა მემღერა ხერა გამაჩერდა თან მამა მიყიდა ფირსაკრავი და კონდა სწორედ აი ზურაბ ანჯაფარიძის შესრულებით რამადლიანად არათებს მე ხშირად ვისმენ თქვენს ინტერვიუებს თქვენ ამბობთ რომ ხართ აპარტიული მაგრამ აპოლიტიკური ვერ იქნებით. რას ნიშნავს აპოლიტიკურობა ჩვენს ქვეყანაში? დღეს აპოლიტიკურობა ნიშნავს იმას, რომ არ გიყვარდეს შენი სამშობლო. მარტივად ვამბობ რა. შენ არ გაღელობდეს შენი სამშობლოს ბედი და შენი ქვეყნის მომავალი. შენ არ გიყვარდეს და არ გაინტერესებს შენი ახალგაზრდა თაობის და შენი შვილების მომავალი და შვილიშვილების მომავალი. აი მაგას ნიშნავს, იმიტომ რომ პოლიტიკის გარეშე არ არსებობს არაფერი ამ დედამიწის ზურგზე. თუნდაც არ გავიხსენოთ, თუნდაც ძველი საბერძნეთი დავანებოთ ყველაფერს და დღესაც შევეხები ამას, ხო? საბრძოლო საბერძნეთში ადამიანი, რომელიც პოლიტიკიდან მოწყვეტილი და შორს იყო, პირდაპირ იდიოტას უწოდებდნენ რა, იდიოტად ითვლებოდა. სიტყვა იდიოტი იქ შეიქმნა ეს სიტყვა. ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ფეხებზე იკიდია თავის ქვეყანა. და ადამიანი, რომელსაც ფეხებზე იკიდია თავის ქვეყანა, დიდი ბოდიშია უხეში სიტყვისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მას საერთოდ არაფერი ადამიანური არაფერი არ ცხია. უბრალოდ რა მოხდა იცით ჩვენთან იმდენად რა ვთქვა
გამყრდნელი იყო თავის იდეოლოგიით საბჭოთა კავშირი, რომ პოლიტიკასთან ყველანაირი შეხება ითვლებოდა კარიერიზმად და ძირმუმპალ საქმიანობად. ამიტომ მე მახსოვს ბატონი ელგუჯა მაშუკელი, ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი და რა ვიცი, მასწავლებელი შეიძლება ითქვას, მხატვართა კავშირში როცა იგი თავმჯდომარე იყო და მე რო აქტიური გავხდი პოლიტიკური თვალსაზრისით და თქვათ სულ მიტინგებზე ვიყავი, როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა, მაშინ მითხრა, აგა უნიჭო ხალხი მედიან პოლიტიკაშიო და მოდი რა შეხანი, უკაცრავად ნიჭიერი კაცი ხარ და მოდიო არ გინდა რა დაანებე თავი და ხო და პოლიტიკურ აქტივობას ხო და მაშინ ბატონო გუჯას მე ვუთხარი ვიცით რა არის ეს ჩემი ქვეყნის ბედია მეთქი უკემის გაცნობიერებული მქონდა ეს ისე არ არის რომ თქვა იქ რაღაცა კარიერისთვის ჭირდება მე არაფერში არ ჭირდება არ თანამდებობა მინდა არც რამე პრივილეგიებს ვეძებ და არც კიდევ რაღაცა შემოსავალზე ფიქრობ იმიტომ რომ მე მართლა ვფიქრობ ჩემ ქვეყანაზე ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით თუ შეიძლება ნუ ხა საბჭოთა პერიოდის ადამიანი ვარ და ხშირად მიწევდა ხოლმე ჩასვლა მოსკოვში ერთად ჩავედი მოსკოვში და შევხვდი ძალიან საინტერესო ადამიანს მე ადრეც ვიცნობდი მაგას ეს არის სერგეი პრაკოფიევი ოღონდ ეს არის ცნობილი სერგეი პრაკოფიევის შვილი კომპოზიტორის და მან მითხრა რომ კაი ტიპები ხართ მე და ჩემ მეგობართან ერთად ვიყავით იქ და დღეს არისო ასევე ძალიან ცნობილი კომპოზიტორის ქალიშვილის ალექსანდრ სკრიაბინის დაბადების ქალიშვილის დაბადების დღე. მე ორივე კომპოზიტორი ჩემთვის ძალიან განსაკუთრებით სკრიაბინი ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიტორია. იმიტომ რომ ფერებზეც ფიქრობ და ფერისა და ბგერის ერთიანობის თემაზე ფიქრობ და ეს მე ყოველთვის მაგალობ და ხელოვნებათა სინთეზის თემა. და მეთქი რას ლაპარაკობ მარია სკრიაბინას დაბადების დღე 80 წლის თავია და ხوار წამოხვალთ. მეთქი რას ლაპარაკობ და ახლა მაქვს საშუალება სკრიაბინის ქალიშვილს შევხვდე. წავედი და იქ აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო სხვათა შორის ჩამოსული ბალტიისპირეთიდან ახალგაზრდების სხვა შორის ქალი აღმოჩნდა ძალიან საყვარელი ბებია საყვარელი თქონა ქალბატონი და კარგად მიიღო ეს ქართველი ორი ბიჭი ეხლა მე მეორე სახელს არ ვასახელებ იმიტომ არ შემითანხმებია მასთან ისიც ცნობილი არტისტია და გადავდი ხე იმღერეს ახლა ბალტიისპირელებმა ახლა გუნდური სიმღერა მაგათია და მე და ამას სიმღერა არ შეგვიძლია ახლა მინდა რომ ვაჩვენო ქართველი ვარ რაღაცა ხომ თქვა ხომ გავაკეთო ხო და წამოვდე εκεί და მამაო ჩვენო თქვი ძალიან აი ცოტა ეს პათოსით თქვი რა მამაო ჩვენო და მარტო არ ვიცი ხა ნუ შემეძლო თქვა უფრო სხვა რამე მე თქვა უცებ ეს მოვიდა თან ახლა გარემოც ისეთ იყო რომ რელიგიური ტექსტი შეიძლება და თან ლოცვა ხა საბჭოთა პერიოდია ძალიან პათოსით თქვი ეს ხო და სიჩუმე ჩამოვარდა ამ დროს არ შეიძლებოდა ხო თანაუგრძნობა ხო მაგრამ აქ იქ სიტუაცია ესეთი იყო იქ შეიძლებოდა ეს სიტუაცია სხვა იყო ეს ისეთი ხალხი იყო ეს მოდისედენტო ფილოსოფოსო თეოსოფო და ასეთი ხო და თქვი და სიჩუმე ხო და მივხვდი რომ გავიმარჯვე აი წავისით პედნიერი ვიყავი და მოვიდა ერთი ახალგაზრდა გოგონა მარია ერქვა მას მითხრა რომ არის აქაური მოსკოველი ისიც მითხრა რომ ებრაელია და მისი ქმარი ვიძა და მითხრეს თუ შენ საქართველოში გინდა ჩამოსვლაო და ხო ვიმასპინძლებ ჩამოდით და მეთქი რაღაცებს დაგათვალიერებ ჩამოვიდნენ სხვათა შორის ის რაღაცა მოუძებნ ბინა ისინი დასახდნენ იქ თვითონ და ერთ დღეს გადავწყვიტე რომ წამეყვანა შიომღვიმეში ხო მაშინ შიომღვიმეში არაფერი არ იყო ჯერ მუზეუმიც არ იყო ახლა მონასტერია მოგეხსენებათ მიტოვებული იყო და საერთოდ ესეთი გამარებაში იყო და მე ხშირად მიწევდა შიომღვიმეში ყოფნა ეტიუდებს ხატავდი ხოლმე მარტო გვიანობამდე დარჩენილა და აქ არის აი მანქანებს რო აჩერებენ ზევით არის ბილიკი ადის და არის საოცარი პატარა ეკლესია საოცარი მე-12 საუკუნის ფრესკები რომელზეც გიждები მე-12 საუკუნია არა იქ ავიყვან ესენი და ესე მიმყავს ეს მარია მომყვება ხო და უცებ მეუნება რომ რა ბედნიერი ხარ გია ნუ ეს რუსულად სპეციალურად არ ვაპარაკობ ამას ხო მეთქი რატო ვარ ბედნიერი მე ხავი გძენი რა არის სამშობლო და რა ბედნიერი ხარ შენ გაქვს სამშობლო და მე სამშობლო მინდა чувство родины нет ხო ბიჭო თვალებიდან ცრემლები წამოვიდა იმასაც და მეც ავტირდი ხო და მე ეს არა მაქვს საბჭოთა კავშირი ჩემი სამშობლო არ არის რუსეთი არ არის ჩემი სამშობლო ისრაელს ვერ ვხსნებ და ის კიდე დაკარგულია ხო და შენ ეს გაქვს და ეს რა მდიდარი ხარ შენ ამით პირდაპირ და მაშინ მივხვდი რომ მართლა მდიდარი ვარ და ის ტკივილები და ეს განცდები რომელიც ამ ტექსტებთან დაკავშირებით გითხარი რომელიც გათუკავშირდება და თქვა იგივე ლევან გოთუას მივხვდი რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა რომ ეს აფროღრმათ იმიტომ რომ თითქოს ეს იმპულს ეს მაძლევდა სერიოზულ იმპულსს ну კიდევ იყო ბევრი სხვა ნიუანსები მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რა იმ ებრაელი გოგონას ის განცდა ძალიან საინტერესო თემაა მაგრამ აი დღევანდელობაზე მინდა ვილაპარაკო აი დღეს რაღაცა მუსირებს ესეთი ისა ფრაზა რომ ყველა წინა კითხვის გაგრძელება ფაქტიურად
ყველამ თავისი საქმე აკეთოს. აი რო ამბობთ რომ აპოლიტიკური ვერ იქნება დღეს ადამიანი, ხო? აი როგორ აფასებთ ამ დამოკიდებულებას? ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს და მორჩა. ჩემთვის ეს არის სრულიად კგბ-ს ნარატივი. აქ შემოდის ისევ იმიტომ რომ ჩვენში ნიჰილიზმი დაბადოს და საზოგადოებას არ გქონდეს განცდა ჩართულობისა რომ შენი ქვეყანა შენ უნდა ააშენო. შენი ქვეყანა შენ გეკუთვნის. აი ეს ილიას ძირითადი პოსტა. მაგას გეუბნება შენი საქმე აკეთე, რა შენი საქმე. სპორტი და პოლიტიკა რა შუაშია? პირდაპირ კავშირშია. რა შუაშია თქვა თეატრი და პირდაპირ კავშირშია. ხო თამკის ახალგაზრდება. ხომ ასეა, ხო? და რა მხატვრობაა რა ეხა ვინ ეხა ისტორია და გადავხედოთ ისტორიას ეხა მე ლექციებს კითხულობ ხელოვნების და სახვითი ხელოვნების ისტორიაში ხო ხაზგასტვითობ თვით ვან გოგიც კი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო პირდაპირ შემიძლია გითხრათ დაგიმტკიცებთ კიდევაც თუ გნებათ რესპუბლიკის გაკეთება უნდა და არტისტთა რესპუბლიკის გაკეთება უნდა და ქალაქ არლში აბა რატო ჩავიდა იქ რესპუბლიკას აკეთებდა სადაც ხელოვანები და ყოფილიყო დამოუკიდებელი აბსოლუტურად და უნდა დაიფინანსებინა სახელმწიფო საქონლო და ფონდებს აი ეს ამიტომ ეხოწებოდა თავის ძმას და ჩამოეყვანა იქ ხან რა ვიცი გოგენი ჩაიყვანა და იქ მოხდა ტრაიკული ამბები დატრიალდა და ხალ კიდევ იქ პოლ სინიაკი და რა ვიცი მე კიდევ სხვები ასე რეალურად ისიც კი ხო ხა ვან გოგზე ლაპარაკობს არ გათიშული იყო პიკასოს შეხედეთ თავიდან ბოლომდე ხო პოლიტიკურად განწონილია მისი ცხოვრება ასე პოლიტიკის გარეშე არ არსებობდა მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყანა როგორც ჩვენ ვართ სადაც თითო ადამიანს 10 ჯერ მეტი ყავს საკეთებელი ვიდრე სხვა ქვეყნებს ხო ამ შემთხვევაში და მე საერთოდ მიმაჩნია რომ მამის გარეშე არ არსებობს და მე თვითონ თავიდან ბოლომდე ამითი ვარ გაჟღენთილი აი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს სათავეში თეატრალები ჩაუდგნენ ასეა ნამდვილად თქვენი აზრით აი რამ გამოიწვია ესეთი აქტიურობა თეატრის იცით რა არის მე ვფიქრობ რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისთავად პერსონებს რატომ თეატრი რატო ხელოვანი საზოგადოებასთან ურთიერთობა თქვენ საზოგადოების პირდაპირ ცოცხალ იმპულსთან გაქვთ ხელი სცენაზე რომ გამოდიხართ შემდეგ რაც მოგეხსენებათ თქვენ გრძნობთ ადამიანთა მაჯისცემას და გულისცემას ხომ ასეა და თქვენ ხედავთ ადამიანებს ეს პროტესტი არსებობს და თქვენ თანაზიარი ხართ ამ ტკივილისა და განცდის თუ ემპათია არ არსებობს მაყურებელსა და არტისტს შორის ხელოვანს შორის და ურთიერთგაგება არ არსებობს ჩათვალეთ რომ ესე იგი ის არც სახიობა თუ არგა არც მაყურებლად თუ არგა და არც სპექტაკლი ვარგა გაიხსენეთ არ ვიცი ახლა ლექცია გამომივიდეს და არისტოტელეს მაგრამ პოეტიკა პირველი გზნობა არის შიში, მერი არის თანაგზნობა და მესამე არის რა თქმა უნდა კათარზისი. კათარზისის განცდა თუ არ ეუფლება მსახიობს, რეჟისორს, თუნდაც მხატვარს ამ შემთხვევაში, აი განწმენდის და თუ არ გინდა ეს განახორციელო, რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა. სწორედ ეს დაემართა ამ შემთხვევაში, კაი გაგებით ვამბობ, დაემართა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ მსახიობს და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა მინდა უთხრა დოის რა თქმა უნდა. დოის უნდა უთხრა პირველ რიგში მადლობა, იმიტომ რომ ესეთი ასე პრინციპული არ ყოფილიყო, ხო? მე სხვა ბიჭებსაც ვიცნობ, მაგის თაობის და ისინი აბსოლუტურად პასიურები არიან, ხო? და მიკვირს კიდევაც, იმიტომ რომ მათ დიდი ხანია ვიცნობ ბოლოს ჩვენ ერთი დიდი საზოგადოების წევრნი ვართ. არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, ჩვენ შევქმნით საზოგადოება რიხარდ ვაგნერის თაყვანისმცემელთა საზოგადოება, რომელიც თავმჯდომარე ერთი პერიოდი მე ვიყავი და ასე რომ ჩვენ დავდიოდით ბაიროიტში და ასე შემდეგ. ასე რეალურად ეგ თქვენ ამ შემთხვევაში თქვენ აქტიური, ყველაზე აქტიური ექშენის პროცესის შემქმნელები იყავით თქვენ თეატრთან და სცენასთან დაკავშირებული ადამიანები და ეს არ მიკვირს. აი სად არიან ამ დროს მხატვრები? არა, მხატვრები არიან. არ გეგონოთ რომ არ არიან. მაგრამ მათ არ შეუულიათ ყველა საერთოდ მე და ნიკო ცეცხლაძე შეგვიძლია თქვენ გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ, ხო? რაღაც ამ დონეზე. აი მე არ ვიცი, ნახეთ თუ არა, რამდენჯერმე აუქციონი მოეწყო, სადაც მხატვრებმა ძალიან ბევრი ნამუშევარი მოიტანეს, ხო? ეგ შეუძლიათ მხატვრებს. ნუ აი ასე რომ გამოვიდეს და იხმაუროს არ არის და ხა ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი სამოქალაქო აქტივიზმში სულ რამოდენიმე ჩამხართ ხო ნუ არიან ახალგაზრდები რომელთაც აი მაგალითად ლევანმა საოცარ რაღაცა გააკეთა აბრამიშვილი აი ცნობილი მხატვარი რო არის შემდგომს მერაბ აბრამიშვილის ვაჟმა ესეთი აქცია და გააკეთა და საინტერესო ასე რომ ეს აქტივობები არის კი ვისურვებდი ბევრად მეც მათგან ვისურვებდი იმიტომ ვიზუალი ჭირდება ამას ყველაფერს მაგრამ ისე რომ აი მხატვრებზე თქვა რომ არა იცით რა არის ხა მხატვრობა არ დაგავიწყეთ ერთი რაღაცა ჩვენ თვითონ ვართ კერძოდ აი მე პირადად ერთი დასი ვარ მე ვარ თვითონ რეჟისორიც მსახიობიც გამრთებელიც სცენის მუშაც ესე იგი ერთი მსახიობის თეატრი ხარ ერთი მსახიობის თეატრი ვარ ერთი მხატვარი ჩათვალეთ რომ ეს ასეა ეს თქვენ სტილოზე
ხო, მაგრამ მე ხომ ვაჩვენებ იქ რაღაცას. ჩემი ცხოვრების წესისაც ხვასია. თუმცა მე ვისურვებდი, გულწრფელად გეუბნებით ამასაც, რომ ვისურვებდი რა თქმა უნდა მხატვარი უფრო აქტიური ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით და უფრო მეტად გამოჩენილიყო. მით უმეტეს ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, აი მე ვამბობ აი გასაგებ საბჭოთა მას შემდეგ პროფესიულ საქმედ ისწავლა მხატვრობა ხა. თავის დროზე მაგალითად ფიროსმანმა და ზაზიაშვილმა როცა გალერეა გახსნეს, ეს იყო დადიანის ქუჩაზე, მაშინ ერთი სურათი ვერ გაყინეს. ფაქტობრივად საზოგადოება მის მიმართ იყო ყრუ აბსოლუტურად, იმიტომ ძალიან გვიან მოვიდა ჩვენ საზოგადოებაში მხატვრობის მიმართ, აი პროფესიული მხატვრობის მიმართ დამოკიდებულებისაც საჭირო იყო. სწორედ ისეთი საინტერესო ისტორიები ამის დრო არ არის, მაგრამ საერთოდ ურთიერთობები აი ფიროსმანისა, თქვათ იგივე ვაჟა-ფშაველასთან ერთხელ შეხვდნენ ეგენი. ორი ერთი რანგის ხელოვანი, საინტერესო საუბარი იქნებოდა რა. მომიყვებით? ვინა მოგიყვებით თუ კიდე არა. ხო, საინტერესოა. ხო, მოგეთი იყო ასეთი მღებავი, როგორც ვიცი, ვაჟა ერქვა იმას, როგორც მახსოვს, ჩვეულებრივი მალარი იყო, ხო? და დღეს გაუჭირდა ნიკოლასზე გაყვამას. ერთ-ერთი სასტუმრო სახლი იყო, დღევანდელ ხორავას ქუჩაზე, ხო და იქ მივიდნენ და იქ ვაჟა ჩამოდიოდა, იქ ჩერდებოდა. მემორიალური დაფაც არის იქ, რომ ვაჟა აქ ჩერდებოდა, ვაჟა ფშაველად. ხო და ეს მივიდნენ და აი მღებავებიც მოვიდნენ, მალярებიც მოვიდნენ, ამ კრასკავები ასე ითქვა, კრასკავებიც მოვიდნენ და დაინახა ფიროსმანმა იცნო ვაჟა. იცნო. მეტყვი განათლებული კაცი იყო ხა, ფიროსმან არ იყო ესეთი ჩვეულებრივი ესეთი. ხო, ამიტომაც არის ფიროსმანი. ხო, ამბობენ რა თრალი მუშაობდა და კათიშვილი არაფერი მსგავსი. არ იხატება თრალი შედევრი. არ იხატება. ეს იხატება იმ დროს როცა ხარ მობილიზებული. მოგეთ და ვაჟას შეხვდნენ ესენი ერთმანეთს. წამოვიდნენ ვაჟა და ფიროსმანი, რა გადასაღებია, რა გასაკეთებელი. და ეს ეუბნება, რომ არა, მალარი მე ვარო, ის ეუბნება ის ბიჭი, ის ადამიანი. ის მიიყვანა. ჩვენი ნიკოლა მხატვარია. მხატვარია. ხო და მხატვარი ხარო შენაო და ხო თქვა მე მხატვარი ვარო და მხატვარი დიდი საქმეა, თქვა ვაჟას. დიდი საქმეა, დიდი რამეა გაქვს მოსაყოლიო. ამ დიალოგის ჩანაწერი არსებობს, მაგრამ არასრულყოფილი მთლად. შულის ნუკრის ნაამბობზე იქნებოდა იქ ლაპარაკი, იმიტომ რომ როგორი შველები და როგორი ნუკრები ყავს დახატული. ეს ფიროსმანს მე მგონი ყველაფერი ნათქვა, იმიტომ ფიროსმანი რო ცხოველს თვალებს უკეთებს, აი ვერაფრით ვერ წდები ფიროსმანის ამ თვალის. აი თუ ჟირაფი ცხოვრებაში არ უნახავს, ღია ბარათიდან გადმოხატა, ხო? მაგრამ როგორი ჟირაფია, ღმერთო ჩემო. აი მარადიულ ტკივილს გაჩვენებს, რაც ცხოველს შინაგარათო უტყვია, პირუტყვია, მაგრამ თვალი მეტყველებს. ხო და ეგ არის რა, ეგ მაგიჟებს ამ ფიროსმანთან როგორ აკეთებს არა ხო არის სასწაული. ხავშოს იმ დასკვნამდე მივედი ამ ბოლო დროს, ანსეს ბევრს ფიქრობ ხოლმე ამაზე, რომ ესე იგი რაც უფრო ძველი, უფრო თანამედროვეა. თითქოს იკვრება დრო არა? და პოლიტიკაც ეგ არის სხვათა შორის. აი რაც უფრო ძველია, რაღაცა თითქოს აი სადღაც საუკუნეებში, სადღაც ეხნატონთან არის დაკავშირებული, სადღაცა ნეფერტიტისთან არის დაკავშირებული, სადღაც რა ვიცი, თუთმოსასთან არის დაკავშირებული და უფრო აქტუალური ხდება დღეს, აი რატომაც და ეს პარალელებს უნახულობ. სხვა შორის როცა ბავშვებს ვასწავლი ხოლმე უხსნი რომ სამი მომენტია ხელოვნების ნაწარმოების აღქმითის ყველაზე მარტივი მომენტია. კარგი დათვალიერება ისწავლო. ესე იგი კონტექსტი განიხილო და პარალელები დაძებნო. ყველაზე მაგარია პარალელების დაძებნო და პარალელები ყოველთვის მუშაობს და პოლიტიკაში, კულტურაში, ხელოვნებაში და ყველაფერში ფაქტობრივად ჩვენ ვაკეთებთ სოციალურ სფეროსაც ეხება, ხო? პარალელები ფაქტობრივად ძალიან ბევრ რამეზე პასუხს გაგცემს. ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ და მიჭის რომ გაჩერება და სულ რომ გისმინოთ. იცით რა მაინტერესებს? ფერების პროტესტი იგრძნობა ქალაქში. აი street art-ი, რასაც ეძახიან, ხო? აი რომელი არის თქვენთვის ყველაზე გამორჩეული? ძირითადად ესე რა თქმა უნდა სტენსილებია. სტენსილებს აი მისხურებით რო ხდება და იმითი. ნუ რა თქმა უნდა, როდესაც კეთდება და აკეთებს ამას არაჩვეულებად იმ ახალგაზრდას ვიცნობ და რომელიც აკეთებს ხოლმე მაგალითად რა ვიცი, მარო მაყაშვილის გამოსახულებები ჩდება ძალიან ძლიერად, ძალიან ხშირად არის და რა თქმა უნდა ჩემი ოძახის წინაპრის, ჩემი მეუღლის ბაბუა და იმიტომ ხას უსამართლოს ამბროს ხელაეს, უწმინდეს ამბროს ხელაეს გამოსახულება და ძალიან საინტერესო რაღაც აღმოაჩინე, რომ ძალიან ხშირად ეს ახალგაზრდა, ვინც ამას აკეთებს, აწერს ხოლმე ტექსტს მისი ცნობილი წერილიდან, რომელიც გენუის მემორანდუმში გააგზავნა, გენუის მემორანდუმის საკით არის ცნობილი გენუაში, მაშინ იყო ერთა ლიგის კრება იყო, გააგზავნა წერილი, რის გამოც მე დაიჭირეს უწმინდესი ამბროსი, დააპატიმრეს და ციხეში ყავდათ, ესე
ჩემი ცხოვრების შეგნებული ცხოვრების 37 წელი შემწირე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. აი იმ ტექსტს წერს და გამოსახულებას აკეთებს მითი სტენსილით, ძალიან შთამბეჭდავია. და გაუთავებად შლიან ამ ტექსტს. მერის წარმომადგენლები გაუთავებლად კიდევ ერთი არის უზნეობა მათი რა. გამოსახულებას არ შლიან თვითონ მის გამოსახულებას ტექსტს შლიან რუსეთი არ ახსენებს. აი გაუთავებად ეს ახალგაზრდა მიდის ხოლმე კიდევ გადააწერს და ესეთი რაღაცები ეს ხო არის რა წვრილმანებიც არიან ხო ვიცით ახლა გოგოებს დახვდნენ და სხვა შორის ჩემი დიშვილი იყო იქიდან ერთ-ერთი რუსიას ხე კეთი ჯანაშვილი ჩემი დიშვილია მანქანის ბორბლები დაუჭრეს წინადღეებში და ასე შემდეგ რომელ ქართველობაზე რომელ ღირსებაზე კან ასეთ ქართველობაზე და ღირსებაზე ვფიქრობდით ჩვენ როცა ვლაპარაკობდით თორსა ოცნებობდით რა ვიცი მე სხვანაირად ვფიქრობდი რომ საქართველოს იქნებოდა შვეიცარიაზე არანაკლები ასე მეგონა სხვა შვეიცარიაზე სხვა რამეზე ვოცნებობდით რა თქმა უნდა სულ სხვა რაღაცა მქონდა მართლა ოცნებობდი და როგორ გააყალბეს ყველა სიტყვა ოცნება გამად იმედი ამად გააყალბეს ყველა სიტყვა გააყალბეს იმიტომ რომ რეალურად ფასი დაუკარგეს ყველაფერს. პოლიტიკის ცნებაც, იმიტომ არის ასეთი, რომ აი ბიჭო პოლიტიკა რა შენი საქმეა და როგორ თუ ჩემი საქმე არის. ჩემი ქვეყანაა ჩემი საქმე და პოლიტიკა თავის ერთად ნიშნავს აქტიურ ადამიანს, რომელიც ჩართულია თავისი ქვეყნის ცხოვრებაში. სხვანაირად არ გამოვა. ყველა შეტყობინება, რასაც ჩვენ გამოვთქვათ, რასაც ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ქვეყნისთვის არის. აბა რისთვის აკეთებ რო? აი რას მეტყვით იმ ხალხზე, ვინც დღეს ქუჩაში დგას, ვინც ამას გამოთქვამს, ვინც აი ამ ვითარებას აპროტესტებს, აი რა შეგიძლიათ? ესენი არიან, ჩემთვის არიან ნამდვილი ქართველები. რეალურად ეხლა მე არ მინდა სიტყვა გმირი ვთქვა, იმიტომ რომ რეალურად ეს ისედაც ასე უნდა იყოს. ეხლა კარგი ექიმს რომ უნები რომ კარგი ექიმი ხარ და თქვა კარგი გიმკურნალო, ესეც ასე უნდა იყოს, ხო? ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს და ასე რომ რეალურად ესენი ნამდვილი ქართველები, აი არა ქართველები არიან სწორედ ის ხა როგორ შეიძლება დღეს იყო ქოცი მე არ მესმის და რეალურად ხო ხედავ რომ ანგრევს და ამტროს ყველაფერს რაც ამდენი ხანია გვიშენებია რა იდეალებიც ქონდა ხო ქართულს ყოველთვის ფაქტობრივად თუ კი ქართველი ერქვა ილიადან დაწყებული რა ვიცი დამთავრებული ყოველდღე აი ახალგაზრდებით 56-55 ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდების ხედავ ციხეში რომელიც არიან და საოცარი ქალბატონი რომელიც ხა ბატონი ხო საოცარი ქალბატონი რა საოცარი პირდაპირ და სხვა შორის ჩვენი მესამე პრეზიდენტიც ეს ხო არ არის ჩვეულებრივი რაღაცა რა პრეზიდენტი გიზის ციხეში 5 წელია ნუ არ ვიცი მე არ მესმის ეს და რთულად არის სიტუაცია მაგრამ მე მაქვს იმედი რომ ეს ყველაფერი დაალაგდება იმიტომ მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს რამოდენა ყურადღება ქონდეს ჩვენს პატარა ქვეყანას ის კი არა თავის დროზე როცა საქართველოს ყურადღება გარედან რა თქმა უნდა ახლა წარმოედგინეთ ყველაზე დიდი ყურადღება საქართველოს ისტორიაში რაც ქონდა ეს იყო ფარსმანის დროს, ფარსმან-ქვენის დროს, როდესაც ანტონინუს პიუსმა, ასე ფაქტობრივად დაპატიჟა ჩვენი ეს მეფე, დაპატიჟა თავისთან რომში და ამან იქ ჯირითში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა და მისი ქანდაკება მარსის მოედანზე დაიდგა. ნუ ეს წარმოუდგენელი რაღაცა ხო, მეორე საუკუნეა ჩვენი წელთაღრიცხვით. მართლა საინტერესოა. მაგრამ იქ ჩავიდა. ხო, მანამდე არ კადრულობდნენ ქართველები ჩავსწანებას, მაგრამ ჩავიდა. ეხლა აქ კიდე უკაცრავად რა თავის დროზე ეხლა ხელი დაუქნიაო ვიღაცას თუ ტრამპაო ხო და აღმოჩნდა რომ ვიღაცა სხვა ქალს უქნევდა და აქ მე მახსოვს კაცო ჩამოსული პრეზიდენტი იყო ცეკვით რა ვიცი და ეს არ ახსოვს ეგ თუმე არაფერი და რა ვიცი 5 პრეზიდენტი თუ 6 პრეზიდენტი აქ იყო და რა ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდებისთვის უფროსი თაობის მხარდაჭერა აი თქვენი თაობის მხარდაჭერა მათი რეაქციები როგორც მე ველაპარაკებენ ხოლმე ვამჩნევ რომ მაგას მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ხო ხვდები ყოფილ ჩემს სტუდენტებს ან დღევანდელ სტუდენტებიც არიან ხოლმე. ცოტა აი ხა ამ ბოლოდეს პატარა პრობლემაა, იმიტომ რომ ეს ჯარიმებმა იმოქმედა ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს გინდა გრანდიოზული თანხაა. ეს აი გრანდიოზული ხა წარმოუდგენელი სიფრთხილის მომენტი არის, მაგრამ არა სიმფრთხილის, აი შეიძლება გითხრათ რა. ხო, სიმფრთხილის და არა სიმფრთხილის. ხო, ეგ სხვა რაღაცაა. თუნდაც მეგონის სიბრძნესთან არის დაკავშირებული, მაგრამ შედეგს ხო გვაძლევს ეს ყველაფერი. ეს 170-იანი ეს ამბავი, რომელიც იქ ვიკრიბებს ყოველ დღე, ხო? ვიკეტება რუსთაველი. ხედავთ თუნდაც რა გააკეთა ამ შემთხვევაში ეს კონგრესის ხდომამ ხო, ახლა სენატშიც დარწმუნებული ვარ, რომ მოიქცევენ ჭეშმარიტი სენატორები უნდა იქცეოდნენ, ხო? რომიდან მოყოლებული ხო, ბუნებრივია.
ასე რომ დარწმუნებული ვარ ამას შედეგი იქნება. ყოველ შემთხვევაში რეპუტაციული შედეგი უკვე აქვს აი კონცეფტზე, იმიტომ რომ რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ამან ყველაფერმა იმუშავა. მე მომისმენია ბევრისგან ნიჰილისტური განწყობა, ისე აი რა დავდივართ კიდე რას ვაკეთებ. აი ამას ვაკეთებთ. ყურადღების ცენტრში მოხვდით, ხო? რა თქმა უნდა, არ ყოფილა ისე დაუბრუნდებით, არ ყოფილა ასე, როგორც დღეს არის. წარმოგიდგენთ, იკრიბება კონგრესი იმისთვის, რომ პატარა ქვეყანაზე დადგენილება გამოიტანოს. თო ნახეთ, 80% აძლევს ხმას საქართველოს პროგრესის და განვითარების პროექტს. ხო, წარმოუდგენელი რაღაცა. მე არ ვიცი, ისტორიას მეტნაკლებად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ მე ასეთი რამე არ მახსოვს. ხო, და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მოგებაა და პირდაპირ აი შედეგი ეს არის. შედეგი სახეზეა ხალხო. შედეგი სახეზეა. უბრალოდ არ უნდა გავჩერდეთ რა. ესე იგი რეალურად კრეატიული უნარები გვაქვს მეტნაკლებად, ყოველ შემთხვევაში ყოველდღე ახალი მარშებია, ახალი წამოწყებებია. ეს არის სისულელე და ხელწამოსაკრავი რაღაცა. ყოველ საღამოს იქ გასვლა ეს არ არის მხოლოდ ის რომ რაღაცა რიტუალი აღასრულო. რიტუალი ფაქტობრივად მოქმედება, რომელსაც ცოცხალი სათავე აღარ აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში რიტუალი ეს არის რეალურად ქმედება. ეგ შენია, ნუ აქტივობაა და ეს აქტივობა არ ჩაკვდება ძალიან დიდხანს ხოცების გულის გასახეთქად. პოლიტიკაში წასვლაზე თქვენ თუ გიფიქრიათ, ან შემოთავაზება ვერ მქონდა. კი, ბევრჯერ. არაერთხელ და არა ორჯერ და არა სამჯერ. და სურვილი არ ქონდა. არასდროს. მე ისეთ პოლიტიკაში ვარ. და ისეთ არის ვერ ეხა ხო არის როგორ თქვა ეხა ეს არ გამოჩნდეს მე შემოთავაზება საეკლესიო და სასულიერო მიმართულებითაც გქონია ხო მაქვს ამაზე შეკითხვაც ხო კი ბატონო მაგრამ აი რომ მითხრეს ეს და მითხრეს უმაღლეს დონეზე იყო საკითხი დასმული უმაღლეს დონეზე ამ შემთხვევაში და მოვდივარ ეხა სახლში მე ინგოროყოს ქუჩაზე ვცხოვრობ მაშინ ძერჟინსკი ერქვა ამ ქუჩას ხო და მოვდივარ და ასე დავიხედე ჩემ ეხა ხედავ დასული საღებავი დასული შარვალი მაცვია ეხლა წარმოვიდგინე ეხლა საღებავები დასრული შარვალი მირჩევდა თუ ანაფორა. და მივხვდი რომ საღებავები დასრული თითები და შარვალი უფრო მე ჩემ თავს ხედავ. კი არ მირჩევნია. კი მესმის. აი რაღაცა უფრო თქვენია. ჩემია რა ეხლა ეს უკვე თან ხმქადაგებელიც არა ვარ. მივხვდი შეიძლება მეტყველებდე მეტაკლებად გასაგებად, მაგრამ ეს ჩემ საქმე არის. და ბევრი შეკითხვები მაქვს. და ბევრი შეკითხვები და ასე ვერ მივიღებ რაღაცას აი პირდაპირ უაპელაციოდ. აი რაღაცები, რომელსაც მე შეკითხვაზე პასუხი ვითხოვ. და ეკლესია მაინც თავისი არსით ასე მგონია, მაინც კონსერვატორული სისტემაა. თქვენ იყავით გატაცებული რელიგიური მხატვრობით. სტიქაროსანიც გახდით, ხო? ხო, აი რატომ არ გაყევით ამ გზას? აი ამ რელიგიურ მხატვრობას. ხო, მარტივი სახსნელი არ არის, მაგრამ შევცებ მარტივად ახსნა. მოკლედ მე ინდოდა სახარების საკითხვა. ხო. იმ დროს სახარება არსად არ იყო, ბიბლია არ იყო. ხვდებით? იმიტომ რომ მე მიყვარს კლასიკური მხატვრობა, იკონოგრაფია თავისთავად, ხა ძველი ქართული ფრესკები და არა მარტო ქართული, ხო? და რენესანსზე ხო ჭკუა მეკეტება და ამაზე ლექციებსაც ვკითხულობ, უკვე აწერულებია. ხო და ხო თემები ხო არის იქ. ეს და ამ საიდუმლოსობა არ ვიცი რა იყო, ხო? არ ვიცოდი. და ვერ მოიძიეთ ლიტერატურა. არა, ხომ და წავიკითხო, ხო? ორიგინალი ხომ და წავიკითხო, ხო? რაღაცა ათეისტური რაღაც ტექსტები იყო, რაღაცა რომელიც ჯობი არ წამიგითხა. და აი მაშინ იყო რომ ჩემი კურსელი და უახლოესი მეგობარი სოსო წერეთელი აი თვითმფრინავის ამბავში რომელსაც ტრაგიკული და ამავე დროს რაღაცა ძალიან ამბივალენტური გზნობა მაქვს აი ამ მოვლენის მიმართ ჩემი ლაშას ნათლია სხვადასხვის ის ერთხელ მოვიდა და მითხრა რომ ახალგაზრდა პატრიარქი მოვიდაო რა და საინტერესო კაციაო მითხრა ჩვენ კურსელები ვიყავით ხო და ავიდეთ მეთქი ავედით და ხედავ და სხვანაირია რა ასეთი ახალგაზრდა იყო მაშინ უწმენესი ილია მეორე იყო 44 წლის ალბათ 43-44 წლის სიმპათიური თან ხა და ზოგადად ხა გავიღება სხვათა შეთქო რომ განსხვავდებოდა ეთყობა იმბრებდა სიონში ხდება ეს ყველაფერი და არ ვიცი საიდან გაიგო რამდენიმე ხნის შემდეგ დამიძახა პატრიარქმა და მითხრა ხო არ ჩაიცვეს სტიქარსო ხო და ნუ მანამდე სტიქარი ჩაიცვა ზურა ჭავჭავაძე ხო ფლოტი გადადიოდა უკვე რაღაცა სიტუაცია იცვლებოდა და მაშინ სხვადასხვის ჩავიცვი ოღონდ რიტუალი არ ვიცოდი იქ მასწავლა რამდენიმე ადამიანი იყო არანორმალურად გათვითცნობიერებულ ამ საქმეში და თქვი რომ აი სახარების წაკითხვა მინდა ამ ბიჭებთან თქვი ესე იგი ეხა მამარევაზი არის ეს სიხარულიძე ას უთხარი და მართლა რამდენიმე დღის შემდეგ პატრიარქი მეუბნება რომ ჩემთან ამოდი იმაში
საპატრიარქოში მაშინ ეზოში იყო საპატრიარქო იქვე სიონის და მივედი და გაჩუქა რუსული ბიბლია მაჩუქა რუსულად ბიბლია მთლიანად ეს ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა აი ეს იყო პირველი იმპულსი მაგრამ მე რიტუალის სწავლა დავიწყე მივხვდი რომ რიტუალი მაძლევს საშუალებას გამერკვიო აი თქვათ რა არის ევქარისტია როგორც საიდუმლო თავისთავად აი რას ნიშნავს იმიტომ რომ აი თქვათ რა საიდუმლოსერობა რა გათამაშდა აი თქვათ რომელიც თავისთავად თავარი ხა საიდუმლოსერობა ამბობთ ყველას გვახსენდება ლეონარდო და ვინჩი მაგრამ მანამდეც კეთდებოდა მის შემდეგ ხა ჩვენ გვაქვს გენიალური საიდუმლოსერობები ქართულ ხაწერაში რა თქმა უნდა დავით გარეჯში გვაქვს უდაბნოს მონასტერში გვაქვს რომელსაც სამწუხაროდ ვეღარ ნახულობთ იქ გვაქვს გენიალური სოფრო მნიშვნელობის მე ასე მგონია საიდუმლოსერობა და მოგეთ აი ამაზე ფიქრიც ხო იქ ხშირად დავდიოდი მე დავით გარეჯში ხო და ასე რომ აი ძალიან საინტერესო მომენტი იყო აი ამის კითხვით და აი ამ ფიქრით და რა თქმა უნდა მე კონტაქტში შევედი მე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თემურ ჩიხლაძესთან ეს არის მამა თეოდორე რომელიც აი დახვრიტეს ბოლშევიკებმა დახვრიტეს ეს მეგობრობთ ჩვენ ეს ძალიან უცნაური კაცი იყო სუგესტიის უნარი ქონდა ზემოქმედების ყველა შორის და ერთი მომენტი უნდა თქვა უცილებლად რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ პერიოდში ჩამოვიდა გადასახლები და ბატონი ზვიად გამსახურდია ესენი არ მიდიოდნენ აი ამას პირდაპირ მასთან და თვლიდა გარკვეული წრეები ჩვენი ბიჭებისა სტიქაროსნებისა რომ მან ამერიკელები ჩაუშვა მე სხვა შორის მქონდა სხვა მოსაზრება რომ მიმოჩნდა რომ ეს იყო ტაქტიკური მოსაზრება სხვა შორის მე ბატონმა მერაბმა რომელიც გადასახლებიდან ჩამოვიდა უტყეობიდან მაშინ მან თქვა რომ ჩვენ შეთანხმება მქონდა მე და ზვიაცო რა ასე რომ რეალურად ამასაც შევესწავლე ფაქტობრივად ჩემი პოზიცია ამ გადამოსახიდან მართალი იყო სწორი ყო ამიტომ მე მაინც მაინტერესებდა მე ზვიათთან მივდიოდი აპარაგობდი ეხა რო ცოცხალი იყოს დაადასტურებდა ამას იმიტომ მე მივედი და უთხრე რომ წაკითხული მაქვს მისი საკანდიდატო დისერტაცია დისერტაცია იყო ერთარსება ერთის შესახებ ვეფხისტყაოსანში ნეოპლატონური ტექსტი იყო რა მე და მაინტერესებდა ეს და გაუკვირდა ამ ადამიანს რა შენ წაიკითხე მე ვთხარი დიახ წავიკითხე და ძალიან მომეწონა მეთქი და დავიწყო რაღაცებს და მიხსნიდა რომ აი თქვა მარტო იმას კი არა მის დისერტაცია რა მიხსნა ეს იცოდა მეუბნება აი ეს მეუბნება ინფორმატორია ეს კგბ-სთან არის რაღაცა და უკვე ინფორმაცია აუკრიფებულობდა და მე საკურთხეველში რომ შევედი მეურები ზურას ჭავჭავაძეს რომ აი ესენი მეთქი ისენი ყოფილися ვინ გითხრაო და მოვთხარი აი ზვიად მომითხრაო აი კაცო მაგან იცის ხოლმე რა ყველას მაგას აბრალებსო და ერთი კვირის თავზე მახსოვს მე რომ მოვიდა და ბიჭო მარტო კგბ-ში მართალი ყოფილა ხო ნუ მოგეთა ესე იყო რა ეს პატარა ისტორიას მოვყვები შეიძლება გამოგადგეთ ძალიან საინტერესო ეს პატარა საიდუმლო გაგიცნობთ კიდევ მემუარების წერაზე არ გიფიქრიათ უზას არ ვეძებ ეს ისენს არის სულ მხარზე ზის ეს პატარა ისტორიას მოვყვები შეიძლება გამოგადგეთ ძალიან საინტერესო მოგეთ პირველი ჩემი ის არის ლიტანიობა მოგეთ უნდა მივიღო მონაწილეობა რიტუალში და წარმოგიდგენიათ რა ისეთ სერიოზული ის არის და ყვითელი სტიქარი ავიღე ყვითელი სტიქარის ნიშნავს რომ ახლოს ახალ პატრიარქთან ვიშიმშილე კარგად შალის ჩავატარე შიმშილი 1:24 საათიანი და შევედი და ადრე მივედი საკურთხეველში ამ სიონში იცით თუ არა უკვე კარი აქვს პატარა ისე კარი და იქ შევედი და გავიხედე მაშინ სხვანაირი კანკელი იყო და აღსავლის კარს ჰქონდა ესეთი დეკორატიული ჭუჭრუტანები სხვანაირი ეს იყო კანკელი ეს პერიოდის იყო გაგარინის პერიოდის კანკელი იყო და იქიდან ჩანდა ტაძარში ხალხი გავიხედე და ვიყურები და ხედა სავსეა აკადემიის ჩემი აკადემიის სამხატვრო აკადემიის კონკავშირლებით და არ შეიძლებოდა თქვენ რა თქმა უნდა და ვდგევარ და ვიყურები ახლა მაშინ და ვხედა რომ ერთი კონკავშირი ორი მესამე მეოთხე და მივხვდი რომ რაღაც იმეთ არის ჩემი საქმე ეს ყველა ხო არ წამოვიდოდნენ არა ესენი იქიდან ამათ ყველას თვითონ ხო იყვნენ და არა მოვიდნენ ესტრებიან ამას რომ უბრალოდ ინფორმაცია წაიღო ინფორმატორები არიან ძალიან მძიმედ ვიყავ ეს სიმართლე გითხრათ ძალიან მძიმედ განიცადეთ რა თქმა უნდა ვიყავი ეკლესიაში რა თქმა უნდა მაგრამ ვიყავი ცალკოთხელში და ძალიან მძიმედ მემუარების წერაზე არ გიფიქრიათ კი ვიფიქრე დავიწყე კიდევაც მაგრამ მივხვდი რომ არ გამოვაჩემგან ამ ხრივ მე საერთოდ 4 წიგნის ავტორი ვარ მაგრამ ფილოსოფიით ასაც მე არ ვჩანვარ
როგორ ვთქვა და რაც შეეხება მემუარებს, то დავიწყე ამის წერა, მივხვდი რომ ყველაზე მე ყველაფერს მემუარს თუ წერ, იმდენი ვაჟკაცი უნდა გიყოს ყველაფერი თქვა. გულწრფელად ძალიან თქვა რა. აი მაგალითად სემოსოთ მომის შეჯამებ რომ წავიკითხე და ბევრი სხვასი ხო, რომლის რო წერე, აი წერენ რა, არ მალავენ არაფერს, რა ვიცი და ნუ ან ხარ გულწრფელი, ან არა ხარ და ნუ იმას იფიქრობ, აი მას ვაწყენინებ, იმიტომ ის უნდა დაინდეთ. ჩემი თავის და ისინიც, ხო, ძალიან დიდი დრო უნდა გავწევთ. მე დავიწყე მერე და ჩემ შვილს ვაჩვენე რაღაც ტექსტის ნაწილი 30-40 გვერდი და მან მითხრა რომ შენი ხმა არის მის. და სწორედ არის, ჩემი ხმა იქ არის მოდა. და მე მივხვდი რომ ჩემი ხმა ისმის მხატვრობაში. ბატონო, ეკლესიის მოხატვაზე რატომ თქვი თუ არის? დრო მე იკონოგრაფოსი არა ვარ. ნახა მარტივად აღიხსნით ამასაც რა შეასაქმე. ხატწერა ეს არის თეოლოგიის სფერო. ხატწერა მხატვრობა არ არის. ეს თეოლოგიის სფეროა. ეს არის ვიზუალური თეოლოგია. ხილვადი თეოლოგია. ხვდებით? რადგან მე არა ვარ, ასე არც თეოლოგი და არც სამხრივ პირდაპირ გაგებით არ ვეკუთვნე აი ამ ასე იგი დოგმატიკის აი ამ სფეროს და მე თავისუფლების მოყვარე ადამიანი ვარ. მე ბუნებრივია რომ თეოლოგიურ სფეროში ვერ შევიჭრები. იმიტომ რომ მართლმადიდებლური ეკლესიის თვისება და არსი მდგომარეობს იმაში რომ მან უნდა დაიცვას იკონოგრაფიული წესები და საერთოდ იკონოგრაფია თავის კაცრი თეოლოგიური დოგმატიკის საზღვრებშია. პროგრამასაც იქ განსაზღვრავს ამ შემთხვევაში მოძღვარი, ხო? აი რატო არ მოხდა თქვა აი ესეთი ტიპის ეკლესიების აშენება არქიტექტურის თვალსაზრისით როგორც ევროპაშია თქვა როგორც არის პროტესტანტულ ეკლესიებში კათოლიკურში ხო ჩვენთან ყველაფერი მაინც ტრადიციის ფორმაში დარჩა ხო რატო ქაშვეთი გუდიაშვილის მოხატული ხო იქ არის ესე იქ არის დარღვევები თეოლოგიური რა თქმა უნდა მე ძალიან მომწონს განსაკუთრებით ანგელოზი აი რო შედიხართ მარცხენა ხო და ხო არ არის იქ ესე დარღვეულია ხო მაგრამ ისე მაგალითად ბატონმა ლევანმა ცუცქირიძე რომ მოხატა თქვა სიონის ქვედა ნაწილი ხო იქ რა თქმა უნდა იქ ძალიან ბევრი ხო მაგრამ თქვენ არ დავუყარეთ არა მე მაგას ეს ან დავიცავდი ან არა და მივხვდი რომ ჩემი საქმე არ იყო თუმცა მე რელიგიურ მხატვრობას როგორც მხატვრობას ვაკეთებ რელიგიურ თემატიკაზე მაგრამ მოხატვას არ ვფიქრობ თუმცა მოხატული მაქვს მაგალითად ევროპაში რამდენიმე სასულიერო დანიშნულების სივრცე ნუ ეს ბერლინში მას გაკეთებული სხვა შორის კიდე ამერიკაში და ამავე დროს მას გაკეთებული წმინდა ნინოს ეკლესია პარიზში ოღონდ მისთვის შესასვლელში ეხაც კიდია საქართველოს კრებითი სახეა ქართულ ტაძართან თუ ხართ იქ დამყოფი წმინდა ნინოს ეკლესიაში შესასვლელში კიდია ჩემი დიდი პანორამა ასე რომ აი ამ კუთხით მე აქტიურობ მე გაკეთებული მაქვს რამდენიმე ხატი ერთი მაგალითად წმინდა გიორგის ილორის წმინდა გიორგის ხატი გამაკეთებინა უწმიდესმა ყველა კანონზომერებს დავიცავი გრუნტიც კი ისე გავაკეთეთ როგორც აკეთებდნენ ძველები გრუნტიც კი წარმოიდგინეთ და შევასრულე ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ილორში უნდა წასულიყო ჩემთვის აბა ძალიან დიდი მნიშვნელობა მქონდა რომ ილორში უნდა ყოფილიყო ესე იგი აფხაზეთში იმიტომ რომ ახლა გეტყვით რატომაც იმიტომ რომ იქ არის დაკრძალული ჩემი მეუღლის ბებია ილორში ხო ესე იგი ამბროსხელა ეს მეუღლე და იქ უნდა წასულიყო ეს და ამიტომ ეს გავაკეთე მე და მე აღმოჩნდა ეს უკვე ისევ იქ პარიზში ეს ხატი ეს მართლა დავიცავი წესი მაგრამ ეს იყო ნამდვილად იძულება ჩემს თავისუფალ ნებაზე და მე კიდე მიყვარს ეს თავის როგორც ამბობს დიდი ფრიდრიხ შელერი ხელოვნება ეს ვარჯიშია თავისუფლებაში და რა ვქნა დავჭები ხო მაგარია თქვამია კი თქვენი მოსაზრებით რა არის თავისუფლება აი პირადად თქვენი შეფასებით თავისუფლება და გადაწყვეტილებებს შენიღებ და იზოლებული არ ხარ გაუწიო ანგარიში რაღაც. საერთოდ მე ორ ცნებას და სამ ცნებას ოთხსაც ვაშორებ ერთმანეთს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა ეს არის რომ რაღაც დონეზე შენ შეგიძლია შენი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თავისუფლება შინაგანი მდგომარეობა. ჩვენც უცნაურად მოგვეცას ხოდა შორის სამყაროში ორი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ესე იგი 9 აპრილი და თავისუფლების დღე 26 მაისი ხო? აი მაგალითად რომელია დამოუკიდებლობის დღე მე გავყავე და რომელია თავისუფლების დღე. მე დამოუკიდებლობის დღედ განვიხილე 26 მაისს ხო? თავისუფლების დღე 9 აპრილს. თქვენ როდის ხართ ყველაზე თავისუფალი? როცა მუშაობ. როცა ხატავ. რა თქმა უნდა, როცა მუშაობ. და მე მუშაობ სულ. აი ეხლა გელაპარაკეთ ჩათვალე მუშაობ. რა დროს ხატავთ? აი დღეღამის მონაკვეთს არ გულისხმობ შინაგანად, აი რა ხდება თქვენში როცა ხატვას იწყებთ, ხო? დილით. მე დილით მეყავს მუშაობ. თუ ფიზიკურად როდის მუშაობ. და აი ეს გინდებათ, აი ეს რაღაც ის არის თუ დაგროვილი. კი, ემოცია უნდა იყოს შესაბამისი. იცი მუზას არ ვეძებ, ეს ისეც არის.
ისაც მასში ვარ, ამაურაში ვარ. სულ მხარზე ზის. სულ არა, ეგ არ არის, რახა მუზას მოვათრევ და რაღაცა რა. ეს პირიქით სულ არ მყოფნის დრო. თქვენი სიყვარულის ისტორია რაფერია? ცისფერი. ცისფერი, რატო? ჩემ მეუღლეს აქვს ცისფერი თვალი. მომიყვები? მასთან დაკავშირებით? სიყვარულის ისტორიას რა ვიცი. კი ბატონო. მე სად ჩემი პირველი სიყვარული რეალური ხა მანამდე ვიღაც გოგოები მომწონდა რა თქმა უნდა მორებრივია. ხო ძალიან პატარა ვიყავი ხა ჩვენ გავიცადეთ ერთმანეთი მან დამიწუნა. იმიტომ რომ მეც და ეს ერთი ასაკისანი ვარ ხო ერთ დღეს ვარ დაბადებული და ერთ წელს. და ჩემი ცოლა. ერთ დღესაც? ხო, ეს მე გავიგე 24 სექტემბერს არის ის და მეც. და რა ასაკში გაიცანით? გავიცანი როცა ის იყო მე და ის ვიყავი 17 წლისანი. 17 წლის ის იყო ხელმძღვანელი აკადემიაში იყო პირველ კურსზე 17 ხო 17 ვიყავით. და მე ჯერ ნიკოლაძეში სწავლობდი მოიყვანა ჩემო უსაყვარლეს მასწავლებელმა ხელოვნების ისტორიის ელისაშვილი. მაშინ პირველ სახლში რაღაც გამოფენა გავაკეთეთ ბიჭებმა რომელსაც გავლილი ქონდა პირველ სახლის ხატვის კაბინეტის კურსი ასე ვთქვათ რა. და მოიყვანა ეს ლამაზი გოგო, ცისფერთვალება კოხტა პატარა გოგო. ნუ მე მომეწონა ხაჭკარი გოგო, შეკითხებს მისვავდა რაღაცებს, ასე მოვთქი, რა კაი გოგო ეს რაღაცა. ხო, ნუ ესეთ მე ეს გაწეტილი თვები, წამოდი თვები მქონდა ესეთი მეტი და ესეთი შეგოს გამოვიდი, ეს გავუშვი და ბაძავდი ესეთი რას დალის არა, უფრო იყო ასეთი ფრენკ ზაპა. ასეთი ტიპის რაღაცებს ვაკეთებდი ხო და ასე ზულვა შემქონდა და სიკვდილიც მე. ეს მუსიკის სცენი ხო, ნუ როკი მიყვარდა და ასე როკი პროტესტაციაში. მოგეთ მოვიდა ეს მისოლა შეგეძლო ძალიან მომეწონა. მე ვიჩალიჩე და ჩემ მასწავლებლს თქვა მისი ტელეფონი. რომ დამერეკა დაურეკე და ძალიან მკაცრად მიპასუხა სხვათა შორის. რას მივეკავო? ო, არა, მე თქვენ რაღაცას წერთ მეთქი ხო და კი, მაინტერესებს მეთქი. ხო და როცა დავწერ მაშინ ხო, ნუ ხო ჩემ დროს ასე იყო, რომ ეს ტელეფონის იმაზე თავის ვარ ჩამოიხშობდი, ბავშვი გოგოს ვერ გამოიყვანდი გარეთ, ეხა მასე ნამდვილად აღარ არის. ხო და მოგეთ მას ქნა, ნუ მე სიტუაციები იყო კიდევ რაღაც გამოფენაზე ვნახე რაღაცა და აი და სხვა შე დედა ჩემი ნახა მან. და კარგად დედა ჩემი უკვე ავად იყო მიდიოდა უკვე ამ ქვეყნიდან და მან გაიცნო დედა ჩემი და მას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ხო და მე რაღაცათ ეს დაუში შეცდომები მე იმიტომ რომ მე არ ვიყავი ჩამოყალიბებული. ის უკვე ქალი იყო და მე კიდევ არ ვიყავი, ჯერ ბიჭი კაცი არ ვიყავი, ჯერ ბიჭი ვიყავი, ოღონდ მუშაობდი გიჟებით. ეხლა ერთი ასეთი პატარა ისტორია რომ ნიკოლაძეში ვამთავრებ დიპლომს 18 წლისა ვარ. და გადავწყვიტე 3-3-ზე გავაკეთო სურათი. თან ელ გრეკოსზე ფილმი მაქვს ნახე, მელ ფერერი თამაშობს. ელ გრეკოს როლს. მელ ფერერი ხო გასაგები ხო როგორი სიმპათია რაღაც და ხარაჩუ აქვს. მეც გავაკეთებინე ჩემ ბიზნესში ხარკე ვარ ხარჩუ და ვაკეთებ 3 მეტრიან სურათს. თევების როკვა. ასე რაღაცა, ნუ ისე რა. პომპეზური რაღაცა და დღე-დღე მუშაობ მართლა. ნუ ეხლა სამკერაში დავხატო ამოდენას დამუშავარი. ხო და დილის 5 საათზე მივდივარ და საღამოს 10 საათზე ვიძინებ. რომ მოვასწრო ეს დავხატო სამკერაში და ქალბატონი მობძანდა ჩემთან. ხო და ნუ მოვიდა იქ რაღაცა დაუტოვე რაღაცა მუყაო და დახატებად კი შენ საღებავი გამოიყო და რაღაცა მე თან მუშაობ დრო მაქვს. და ხო დაძინების დროა 5 საათი ხომ და მეძინოს რაციონალური ისა მოხ ჩართული. ხო და ნუ მოგეთ ეს ჩამოვედით ეხლა ეს მოვდივართ მე და ეს ლამაზი გოგო და მოვიდა ჩემი ტროლეიბუსი. მე შევახტი ჩემ ტროლეიბუსს და წამოვედი სახში და ეს გავუშფეხით. სიგმე წამოვედი ინგოროყაზე ეს კი რისკზე წავიდა პეტინზე. ნუ მაშინ მან თქვა რომ ეს აი ასეთი სისულელე ჩავიდი და დავკარგი ადამიანი. და მე ის რა თქმა უნდა მან თავისი ოჯახი შექმნა. მეც არაჩვეულებრივ საინტერესო ადამიანი ვნახე, რომელსაც მე ლაშა შემეძინა, ლაშამ შეგოხედრა და მე რამდენიმე წლის შემდეგ ისე შევხვდით ერთმანეთს. ეხლა ყავს არაჩვეულებრივ ნიკო და όμως აღავდით ხარ ის ვიზდის ეხლა ჩვენ 26 წლის ქალია. ხო, ასე რომ ჩვენ შევხვდით 8, ესე იგი 8 წლის შემდეგ ისე აღადგინეთ ერთადერთობა 7-8 წლის შემდეგ. ასეთი ისტორია. ხო, და მე რა საინტერესოა რომ მივედი მაგათთან ოჯახში, ხედავ რომ ფსკნელი კიდია. ფსკნელი. არაფერი სხვა. და მე ხო ეს ეკლესიური გამოცდილება ხომ მქონდა. ხო, და ეს ფსკნელი რაღაცა ძალიან უცნაურია. თან რაღაც მოვერცხლილი რაღაც ესეთი. და ვიკითხე
ჩემს სიდას ვკითხე რომ მეთქი ესა და არ მითხრა თავიდან. ნუ ბოლომდე ეთყობა ჯერ არ მენდობოდა და მე უცებ გასკდა გამოვირო თურმე ამბროს ხელაია. ამბროს ხელა გაგებული მქონდა ბუნებრივია და მე მათ შორის ხელნაწერებიც. სახლში. ფოტოები, ეს ფოტოები რომელიც ახლა ტრიალებს ხო? ეს მაგათია სახლში. დამალული იყო საწერი მაგიდის იმაში ქვეშ. აგზალული იყო ხო ეს ადამიანი მოგეხსენებათ. ხო, ერთი რამე დამავიწყე კიდევ საოცრად მოგითხრათ, იმიტომ რომ დამნიშნულია. როცა ჯერ კიდევ დიპლომს გავაკეთებდი, მას ვთხოვე რომ მითხრა რომ მე არ მაინტერესებს სიყვარული და ასეთი და ვთხოვე რომ კაი არ გიყვარო, არ მოგწონო, გასაგებია რომ კვირაში ერთხელ შაბათს მოდი რომ ახალი ნამუშევარი დავახვედრო. და უნდა გითხრათ რომ იმდენ წესიერი ადამიანი იყო ყოველ შაბათს მოდიოდა და მე მათ ვცდილობდი რომ ერთი კვირის თავზე დამეხვედრებინა ნამუშევარი. აქ იყო ხა მეორე პრობლემა და ამასაც აი რადგან ძალიან გულწრფელი უნდა ვიყო თქვენთან მე ძალიან ადრე დამიწყო თმების ცვენა და კომპლექსი ავიგიდე რომ გოგოებს არასდროს მოვეწორები. ამიტომ რითი უნდა ყოფილიყო მე ქალებისთვის საინტერესო. ჩემი საქმით. საქმით ნახატები. ხო. და მე უნებოდა რომ შენ თუ ვინმეს არ მოეწონები და მაგიტო დაგიწუნებს ის ქალი არ ძღის შენ ცხოვრებაში. ხო, ნამდვილად ძალიან სწორად თუ თქვამს. არა მე ვიცი ახლა მაგის გულს არასდროს არ დავჩაგროლო მაგრამ ეს რეალურად აი ვინც მინდოდა ეს შვილები დაგიხატავთ? რა თქმა უნდა, ხშირად. ნინის ძალიან ხშირად ხატავ. ნინი ფაქტობრივად ერთი პატარა საიდუმლო უნდა გაგიცნოთ კიდევ. თუ შენ საიდუმლო. ნინი დავხატე მის დაბადებამდე კარგი გეტყვით ახლა 4-5 წლით ადრე. ერთ-ერთშია რა. რას ლაპარაკობ? წინასწარ მეტყველური ნახატი. ეგ მომენტები მაქვს. და მარტო მე არა მაქვს, მე გადავხედე სხვების ისტორიებსაც. ხო იცი და ქექვა მიყვარს ისტორიები, ძალიან ბევრს აქვს. ძალიან ბევრს. წინასწარ დახატო. წინასწარ ხატავ. იმ დონეზე ავარდი ერთხელ რომ გავიცნობე რომ მე უკვე ვაკონტროლებდი ჩემს იმებს. წარმოდგენებს რა მეთქი რაღაცას რამე არ ჩავიდინო აი თბილისის ომი წინასწარ დამეხატვე და ასე შემდეგ ოცნებების საქართველოს წინასწარ გაქვთ დახატული წინასწარ ზუსტად დავხატე 3 თვით ადრე რა პერიოდს ემთხვევა მოუყევით მაყურე ხო ეგ იყო აი შუქი რო არ იყო და არაფერი არ იყო და უმძიმეს მდგომარეობაში რო ვიყავით იყო ასეთი საქართველოს ბანკის დირექტორი იყო მაშინ ბატონი პატეიშვილი არჩეული კაცი და მან რაღაცა მითხრა რომ აგერ ოფისი იხსნება აგერ თავისუფლების მოედანზე და ქვედა სივრცე გვაქვსო ხო და მედი და რა მოვთხარი დავხატა ის რაც აი ყველაზე მეტად გვაკლია და რა და შუქი მეთქი შუქი და მართლა დავხატა ეს არის თავიდან ბოლომდე ოვალური დარბაზი ეხაც არსებობს ეგ სხვა შორის ხო და დავხატე ეს აი ანთებული საქართველოს და პირდაპირ ეს მანქანები რომ მოდიან ანთებული ვითი რომ შემოდიან თბილისში ჯვართან ეს კადრი მე რომ ნახე 3 თვის შემდეგ ვნახე. სხვაში გადაცემაც გაკეთდა ამაზე იმ პერიოდში. ეს დახატული რომ მქონდეს წინასწარ. ნუ ეს ფოტო არსებობს. ნუ და თვითონ ნამუშევრიც არსებობს და მე ვამბობდი, ვაუ, ყოჩაღარკად გაარტყი მეთქი ჩემთანაც ვეუბნებოდი, მაგრამ ფაქტია რომ დავხატე 3 თვით ადრე. ხო, ესე იგი ხო არ არის. ეს ოცნება იყო ბუნებრივია, მაგრამ ასეთი ოცნება რომელიც ამის ეხლა ხომ არაფერი გაქვთ დახატული სამომავლოდ რომ ეხლა სამომავლოს პოზიტივზე მიდის. რაც ხატება პოზიტივ. საერთოდ ერთ ამას გეტყვით, რომ დასრულებული ნამუშევარი არ არსებობს. ყოველთვის შეიძლება რაღაც დაამატო. დაწუხო თქვენც ასე ფიქრობთ, ყოველი როლი შეიძლება კიდევ რაღაცა ჩაასწორო. ხა მე აი დავამთავრე, შეწყვიტე უბრალოდ და მორჩა, იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ნამუშევარი. არ ვიცი რას ნიშნავს დამთავრება. ეს სიცოცხლეს ავით არა, შეწყდა მორჩა. მოკვდები, სულათით მაშინ მოკვდება როცა შეწყდა მასზე მუშაობას. ანუ გინდებათ რომ მიუბრუნდეთ. ყოველთვის, აი ძირითადად იმიტომ არ კომერციული მხატვარი. თუმცა ვაკეთებ კომერციულ ნამუშევრებს, ამ მონუმენტური მოხატულობების თავისთავად შემოსავალს გულისხმობდა. ხო და ისე რაღაც, მაგრამ რეალურად ეს ჩემთვის არასდროს არ იყო წამყვანი. იდეა იყო წამყვანი. იდეა და იდეას როგორ შეძლებ ეს განხორციელებას. ამ შემთხვევაში ვჩები იდეალისტად და დავჩები ყოველთვის. საერთოდ ამას მომავალ. პატარა ქვეყანაში თუ იდეალები არ არის, არაფერი არ კეთდება. და ესენი ყველაფერს აკეთებენ კონცეფტური იდეალები მომიყვება. ხო? იდეა ერთია და იდეალები მეორეა რა. აი მე რა მომწონდა ზვიათში? იდეალი. მე რა მომწონდა მიშაში? იდეალი. რა მომწონს აი თქვა აი ამ ბიჭებში ახალგაზრდებში იდეალები ვიხდით იდეალების გარეშე არაფერი არ გამოვა რა რომ გინდა შეხედა აი მოდელს ხედავ რა გინდა გააკეთო თქვენს მიერ მოხატული კედლები საქართველოს პარლამენტის შენობაში გადაფარეს პანელებით დიახ აი რა განცდა იყო ეს თქვენთვის ხო ძიმე და რაზე მეტყველებს ეს ნუ უბრალოდ რა იყო ცით ყველაზე გამოგონებელი ჩემთვის იყო მე არ ვიცოდი
და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაამირეკა, რომ მოხვდით ამ დარბაზშიო და ჩვენ გვახსოვდა რომ ეგ სხდომები იმართებოდა. მაგ დარბაზში ძალიან ბევრი საინტერესო სხდომები იყო, თავის კოლინ პაუელი იქ მიიღო თავის დროზე მესამე პრეზიდენტმა და ამ დარბაზში იყო წარდგენა და ასე შემდეგ და მარტო ეგ არა. საერთოდ ეს ისტორიული დარბაზი იქ ბერიას პერიოდის მაგიდა იდგა. რომ იცოდე და ამავე დროს ამ დარბაზში იდგა არც მეტი ტყვის ნასროლებიც იყო თბილისის ომის პერიოდში. სამოქალაქო ომის დროს კი? კი. Ну, მე სამამულობს უწოდებ ისე მაგას რომ იცოდე და არა სამოქალაქო საზღვრებს პირდაპირ გაგებით და დავარებოთ თავი. მოგეთ ყველაფერი და ეს გავაკეთეთ ზურაბ ჟვანიამ თხოვა მაშინ ამ კედლების მოხატვა და მე შევედი და დაახლოებით ალბათ თვენახევარში გავაკეთებ. თავი დავაკალი რომ მართლა ძალიან ბევრი მუშაობ. დავასრულეთ ეს ყველაფერი რაღაცა და მე იყო რა. და ერთ დღეს ეს ჟურნალისტი მირეკავს და აღარ არისო. თუ მაინც მართლა ხარ შემწუხდი მართლა რა დაგიშავა რა. ბოლოს მეფეებია და ხატო დავით აღმაშენებელი და ვახტანგ გორგასალი და გიორგი ბწყინვალე და მირიან მეფე. და დიდგორის ბრძოლის ველი და ხო და დავრეკე ჯერ ოპოზიციონერებთან ვერ შემიყვანეს ვერ შემიყვანეს ეს საინტერესოა რა და დავრეკე მე ერთ-ერთ კოცთან რომელსაც ახლა სახელს არ ვიტყვი მან არა იყო ყურმელი აი დაარეკინა ჩემს საერთო მეგობარს შეეშინა რომ ჩემთან პირდაპირ დამლაგებოდა და მან შემიყვანა ოღონდ არა პირდაპირ არ შემხვდა ose გადმომირეკეს მე მეორე დღეს და მესამე დღეს იქ ალბათონმა დამირეკა სახელი აღებული ქეთიქვია და ის ერთ კვირაში მობრძანდითო მივხვდი რომ რაღაცას ამზადებენ ხო და ერთ კვირაში მართლაც მივედი ხო ერთ ამასაც გახსნა რას ამზადებენ არ ვიცი მითხრა ამზადებენ მე ხო არ ვიცი ჯერ მე შინერო არ იყო ზე შპალერი აკრული იმიტომ რომ ეს არის კედელზეა დახატული ბათქაშზეა დახატული ამიტომ მასზე რომ შპალერი ააკრა დაიღუპა დამთავრდა ხო და თავი ეგ არ იყოს ხო და ამ ქალმა მითხრა მე ვამზადებთო ნუ რას ამზადებენ ხო და მაგით შევდივარ და ხედავ რა პანელები მოუხსნიათ პანელებში იყო კიდე კაი რომ არ იყო მიწებებული და მაჩვენეს აი პანელები ეს ნუ კაი მეთქი ისე აგიხსნით მეთქი რა არის რა ვიღაცებს კი აუხსენი მაგრამ ნუ ისე ააფარეს რა თქმა უნდა ეხა ამ სივრცეში ეხა თვითონ ეს არის პრემიერ-მინისტრის მოსასვენებელი და სამუშაო დარბაზებად აქციას და ეს ისტორია, მაგრამ მე უფრო ტრაიკული ისტორიები მაქვს, ოსა მთლიანად შლიან მოხატულობებს, ასეთ ბევრი მაქვს, ასეთი საერთოდ ძალიან მოწყვლადია მონუმენტური ხელოვნება თავის ახალ. აღებავენ ან შლიან და გული გწყდებათ მაინც მომხდარზე. იცით მე მგონია რომ დრო მოვა და ის პანელები მოიხსნება. ხო, კიდე კაი არ წაშალეს. ძალიან კარგად გამოიყურება პიაცაზე. ბათუმის პიაცაზე თქვენი ამდენი იცით კაცო ჩემს. სასწაულო. ეხლა მინდა კითხოთ როგორი მამა ხართ? შვილებზე მინდა რომ რამე მომიყვეთ. მე კარგი მამა ვარ, აი მამას ვთამამად. თვითონაც ამას ამბობენ, იმიტომ რომ მე ყველაფერი გავაკეთე რომ ორივე და ახაც ვაკეთებ, რომ იყვნენ ძალიან უბრალოდ სამწუხარო რომ ერთერთმა ვერ მაჩუქა თავარი განცდა, რაც უნდა მქონდეს შემოსაგეთკაც. არ ვარ ბაბუა. შვილი. ხო, აი გარი იქაც ვიქნებოდი ალბათ ძალიან კარგი ტიპი რა, ყოველთვის კარგი ბაბუა. ახლა ბაბუა სიყვარულია, ხო? ძირითადად სიყვარულისთვის არის ბაბუობა და არ მომეცა, მაგრამ რაც შეეხება მამობას, რაც შემელო ყველაფერი დავაკეთე ყველა მიმართულებით. ის კი აი მაშინ პატარა ისტორიასაც მოგიყვებით ლაშა რომ გამომიყვანე. სამშობიაროდან? ხო, იქ დედამისის საავადმყოფო ჩემი მეუღლის მაესახში მივიყვანე და პირველი რაც გავაკეთე შევარდი და ერთი აკორდი მქონდა დაჯღრეული ძველი ფირსაკრავი და მოცარტის ელვირა მედიგანი 21 საფორტეპიანო დაუდე და თელი სამითვე ამას ვკრავდი სამარ მოისპო ის დისკი მხრებზე მაჯდა და მე ვხატავდი და ლაშა ძალიან კარგი ბავშვი იყო ახლა სხვანაირი აბსოლუტურად არ გავდა არავის მართლა არ გავდა ხო და ვეძდა და გიაცელკობდა აიჯდა და მე ვხატავდი და ჩართული მქონდა მუსიკა. ან იყო ძირითადად მოცარტს უსმენდი იმ პერიოდში, მე გადავიდა ვაგნერი, ნუ მე მალერი და რიხარდ შტრაუსი. ნუ რა თქმა უნდა როკიც, მაგრამ როკი არ უყვარს ჩემს ხო. ორივეს თქვენი ადგილი გაქვთ საზოგადოებაში. გია ბუღაძეს და ლაშა ბუღაძეს. მე მაინტერესებს როგორც მამა, როცა მის კრიტიკას ისმენთ, როგორ რეაგირებთ? ძირეთ, მაგრამ მინდა დავიცვა. ეხაც მაქვს მე ვხოთ იმის ეხაც შეიძლება საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ ეხაც მაქვს რომ დავიცვა. აი, როდესაც აგორდა ამ
25-26 წლის წინ ის ამბავი თამართან დაკავშირებით, უბრალოდ უსამართლო მის წინააღმდეგ, მაშინ მას არავინ არ იცნობდა, ხო ბუნებრივია, გაზეთებში იწერებოდა გიამუღადიშვილი და ასე შემდეგ იმან საჩინელი რაღაცები ტრიალებდა, მუქარა იყო ძალიან ბევრი, თან ნინი მაშინ 10 წლის იყო, ჩემი ქალიშვილის პატარა გოგო, 1000 გვარი რაღაცები მოვისმინეთ. მაგასთან დაკავშირებით ჩემი ამოცანა ერთადერთი იყო დამეცვა ის, იმიტომ რომ ეს მუქარა რომ ამერიდებინა და როგორც შემეძლო ამას ვაკეთებდი. ნაწილობრივ მან ეს წიგნში აღწერა ცოტა უფრო იუმორითა და მსუბუქად თავის პირველ დიდ რომანში, რომანები ბევრია დაწერილი. მაგრამ ეს ასეთი მაგალითი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, კრიტიკას ხშირად ვისმენ. ესაც და არც არის გასაკვირებად აქტიური ბიჭია და ამას აკეთებს, მაგრამ ავზე როგორც გინდათ ისე გაიგეთ რა მეგობრებო, რა ეს თქვენება, მე ასეთი ნიჭიერი ბავშვი არ მინახავს. როგორც ეს იყო ბავშვობაში. შეჩერდი წამო, რამშვენიერი ხარო, ჩემი უნდა გახდეს შუარა. 8 თვის იყო უკვე ლაპარაკობდა. წელნახევრის ესე ხატავდა, რომ კარლო კაჭარავა, ჩემი უსაყურეს მეგობარი მეუბნება, სერ, ეს ისე ხატავს, თუ რამე სწრაფად გამოფილებით და ნამუშევარი არ გავაკეთეთ, ყოველს გადაგვიჯიგოს, გვაჯობებს რა. ხო, რა უკრა ასეთი იყო, აი მოიცი ბავშვობის ნახატები, რა პოლიტიკურია სულ ყოველს ყოველთვის ბავშვობის ნახატები. საოცარი ხონდა, ხელი ხონდა. ძალიან ნიჭიერია, რა თქმა უნდა, ნიშნავ კარგად და ძალიან დიდ პატივს. კამათი მოგდით? კი, რა თქმა უნდა. კამათი, მაგრამ ძალიან კარგი რომ ცალსაკებს ცხოვრობთ, რომ ჩვენ ორივე ინდივიდუალისტები ვართ და არ გამოი ყველაფერი გავაკეთე, რომ ასეც ბინათ და საინტერესო იქნება თქვენი კამათის მოსმენ. ძირითადად ეს ეხებოდა, რა თქმა უნდა, ნაციონალიზმის პერიოდს და მე არ ვეთანხმებოდი მის კატეგორიულ პოზიციებს გარკვეულ მომენტთან დაკავშირებით და მიმაჩნდა, რომ ეს ეტაპი გასავლელი ქონდა. ხო, მაგრამ მე არ მესმოდა რაში იყო საქმე, ბევრ რამეში, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები და ეხაც ისიც არ მოაზრე ვარ. რაც შეეხება მის წერლობას, მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი უნიჭიერესი კაცი და ნახოთ რა ახლა როგორ იქნება. ხო გითხარით, ჩემი ერთადერთი მისდამი შენიშვნა ის არის, რომ ისე გაიარა მისმა ცხოვრებამ, რომ უბრალოდ თავარი გრძნობას. რატო ბაბუობა წინ გაქვთ? ღმერთს მაქრას. არა, მარტო მაგაში არის, მოკლედ ლაშა არის, ასე ნიჭიერი ბავშვი მე. კი, ძალიან. და ნინიც ასეთივე არაჩვეულებრივი პატრიოტი მყავს, არაჩვეულებრივი პატრიოტი, ძალიან აქტიური. არა, სხვა შორის უნდა გითხრათ, რომ კარგი მხატვარიც კარგია, ნინის აკადემია აქვს დამთავრებული, არქიტექტორია, მერე დიზაინი, კომპიუტერული დიზაინი და გრაფიკა დამთავრდა, მერე სწავლობდა რამდენიმე მადრიდში სწავლობდა. ლონდონში სწავლობდა და ახლა კულტურული მემკვიდრეობის მმართველები და ახლა არის დოქტორი არის ხელოვნების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ქალაქ გეგმარებისა და ამ სფეროში. საინტერესო ადამიანია ძალიან. და მყავს სიძე, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს არის მეომარი, რომელიც იბრძოლა თავის დროზე აფხაზეთში, იბრძოლა ცხინვალში, იყო ავღანეთში, იბრძოლა უკრაინაში. დაიჭრა შვილებით მიყვარს ისიც. პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანები დაგიკარგავთ? კი. ახლობლები? კი. აუცილებლად. აუცილებლად, არა, ჩემთან ეს მომენტი არ არსებობს. არ მინდა ურთიერთობა მორჩა. ახლა ძირითად თემაზე ვერ თანხმდებით, მე ხო გითხარით. ორი რამის ღალატი ვერ წარმომიდგენია. სამშობლოსი და ხელოვნების. ხელოვნება კაი ჯანდაბას რაღაც მომენტ არ მოწონს და არ მოგწონს რა ვქნა. ძველი რომაული შეფასების არ იყოს გემოვნებას არ დავაბრუნ, თუმცა სხვა რამეზე იყო ლაპარაკი სხვა შორის. მანდაც არ არის სწორი გაგება. ხელოვნებას არ დავაბრუნ, არ კადრულობენ თქვენთან კამასტორი, იმიტომ კი არა რომ სადავო არ აქვს. რაც შეეხება ამას, ესე იგი პოლიტიკაზე ესე თემა როგორ სამშობლო როგორ შეიძლება სამშობლო არასწორად გესმის, სამშობლო ხოლმე საწველი ძრო ხა, დიდი ბოდიშებს. ხო. ასე არ არის რა. და თქვათ რა ხდება, როგორ არის ამდენი რუსი ქუჩაში პირდაპირ გაგებით 3000-ზე მეტი ადამიანი უკვე მოქალაქეობა მიიღეს, ოჯახ 3000-ზე მეტი და რამდენს მიაღებინებ კიდე გაღებული საზღვრები თქვათ სრულიად მარგინალური ქვეყნების წარმომადგენლები გაიბსო 17 ქვეყანა რო რაზე ვლაპარაკობთ, რომელ ქვეყანაზე და რომელ სამშობლოზე ვლაპარაკობთ და კიდევ რეებს ვლაპარაკობენ ესე და კიდევ როგორ იქცევიან ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რეებს აკეთებენ, როგორ ურტყავენ და ცემენ გოგოებს. ასე რომ რეალურად მე ვფიქრობ, რომ სამშობლოს ღალატი არ შემიძლია ვერა. დამიკარგავს. ბატონო გია, დაპირისპირება და უკმაყოფილება წინა ხელისუფლებასთანაც ჰქონდათ, როგორც ვიცი. მეხ. შეგიძლიათ გაიხსენოთ რაზე? აი რო ვიცოდე, გავიხსენებ, რო ვიცოდე, რატომ ეხლა დარწმუნებულად თვითონაც ნანობდა ეს ადამიანი, რომელსაც ასეთი
სისულელები ჩაიდინა. დარწმუნებული ვარ, ის გარდაცვლილია და ამიტომ არ მინდა ამ ადამიანზე ხალაპარაკი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე ვცდილობდა ნორმალურ ურთიერთობას. აი სრულიად გაუგებარი აბსოლუტურად. რომ მე ამას არ ვიმსახურებ. არა, მე რა თქმა უნდა არაფერი დამიო ჩემი მოვალეობა შევასრულე ბოლომდე რაც საჭირო იყო. უბრალოდ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ დროზე ადრე დამეთმო რექტორის თანამდებობა და ეს ხო დანიშნითი არ არის. მე ვიყავი არჩევითი და შევასრულე მარტო დავაკალი თავი. მართლა შემიძლია გითხრათ, ეხლა მე დღე-დღე მიგიყავი, ხა ვინც იცის როგორ მუშაობდა, ხა როგორი მუშაობდა. შაბათი კვირა ჩემთვის არ არსებობდა. და თან თავი რო დავანებოთ ყველაფერს, რა ვიცი. თუ რამე სისტემა აეწყო, მაშინ ავაწყეთ ხო? ეს საოცარი გუნდი მყავდა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არაჩვეულებრივი ჩემი ახლობლები, თუმცა ერთი რაღაცაც უნდა ვთქვა, რომ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი მეგობარი, რექტორის მეგობარი უფრო ყოფილა ვიდრე ჩემი. აჰა. გაირკვა. ხო, ძალიან ბევრი, თითქმის 80%. რექტორის მეგობრები ყოფილან, მაგრამ ეგეც გამოცდილებაა, ხო? მქონდა ეს დაძაბული ურთიერთობა, დაწყენიც ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ამოსავალი რა არის? ისინი ვექტორს არ ცვლიდნენ. ვექტორს ხო არ ცვლიდნენ, რუსეთისკენ ხო არ მიდიოდნენ, ხო არ ღალატობდნენ და უბრალოდ ჩემთან მიმართებაში დაუშვეს პიროვნული შეცდომა. და შეცდომა იყო ეს. თვითონ მე ხო აღიარეს ბოლოს. მაგრამ ვექტორი ხო არ შეიცვალა. ხო უნდა ყოფილიყო ის რაც ვოცნებობდი, ევროატლანტიკური მომავალი საქართველოსი. და ამათან როგორ უნდა ითანამშრომლო? პირდაპირ გეუბნება რომ ერთადერთი საქართველოს ჭირდება იმისთვის რომ გამდიდრდეს, მოკპაროს, გაგძარცვოს, ხო? 5000 ჯარიმებს ადებენ ბავშვებს და კიდევ უფრო მეც. და რუსეთისკენ მიგაკაჩავენ. არა, რაზე ლაპარაკი? ეს სხვაობა იყო მათ შორის. ჩემთვის ეგ არის ამოსავალი. რუსეთი თუ სიბნელე თუ პროგრესი და ევროპა. პროგრესი ევროპა აქეთ არის და მეორე რუსეთი და სიბნელე მორჩა. ბოლოსკენ მინდა რომ წავიდეთ, რამდენიმე შეკითხვა დამრჩა. თქვენი ცხოვრება რომ ტილოზე გადაიტანოთ, რას დაარქმევთ ნამუშევარს? რა დავარქმევ? vulnera cormeum caritate tua. ეხლა ლათინურად გითხარით ეს. ამას დავარქმევდი. ჩემი გული შენდამი, ჩემი სამშობლოს მიმართ გამსჭვალული ანუ თქვენი ძირითადი მამოძრავებელი მაინც სამშობლო. vulnera cormeum caritate tua. ხო მაგერაშგეს. ხო ბიბლიურია და ამავე დროს სამონაროდოს ფრაზაა, ძალიან მიყვარს. გამსჭვალე შენდამი სიყვარული ჩემი გული. აი პირდაპირ გაიარე. თქვენი ცხოვრების თავარი ამბავი. ხო, ტრადიციული ვარიანტი თუ შევხედოთ თქვა შვილების მოვლენა ამ ქვეყანაზე, ამაზე ძირფასი რა უნდა იყოს. დამოუკიდებლობის გამოცხადება, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის რომელსაც მე შევესწარი და ვნახე. ყველაზე ტრაგიკული ჩემი დედაჩემის გარდაცვალება, მოულოდნელი და სიგიჟე, პირდაპირ გაგებით და რუსეთთან ომი. რომელიც ასე მძიმე დამთავრდა აფხაზეთის დაკარგვა, გარკვეული პერიოდით ეს უმძიმესი ისტორია. და კიდევ ერთი მაქვს სხვა შორის. მივხვდით აი ყველაფრისა რომ უკვე 69 წელსში ვარ, ხო? მაინც არ მაქვს დაკარგული მომავლის იმედი. სულ მინდა რაღაცა ვისწავლო. აი სულზე ვარ რაღაცებს სწავლობ და ვკითხულობ. და მარტო სწავლა კი არა, ის რომ აი რაღაცა ახალი კიდევ მოვა და ინტერესი. ხო ისე არ დამიკარგავს ჯერ კიდევ გაოცების უნარი სხვადასხვა და ეს პლატონსაც აქვს ნათქვამი რომ ესე შემეცნების პირველი საფეხური და სულ პირველ საფეხურზე რა ვარ კაცო ეს არის გაოცება ეს კიდევ დამრჩა ეს და საერთოდ რა ჩემი ოცნება არის მოკვდე ბედნიერ ადამიანად თუმცა ჩემი სამშობლო ჭეშმარიტად თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება ჩემი შვილები კარგად იქნებიან ხო და ჩემ ხატრობას დამფასებელი ყოლება. არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეს ხატრობას დამფასებელი ყავს. არა, მე ვიგულისხმე, რომ გაუძლებს წლებს. დროს გაუძლებს. თუ გაუძლებს, გამიხარდება, თუ არ გაუძლებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის, მართლა ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და აი ამ ინტერესი სულ ქონოდეთ და არ დაგეკარგოთ და საუკეთესო მომავალს უსურვებთ ჩვენს ქვეყანას, თქვენს და თქვენ შვილებს. თქვენ არაჩვეულებრივი ხართ, ძალიან სასიამოვნო თქვენთან ურთიერთობა. მე შვილიშვილებს გისურვებთ მომელოცოს ახლა მომავალში. მადლობა. ჩემი სტუმარი იყო მხატვარი გია ბუღაძე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.